მამითა, მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ძმანო და დანო, დღეს არის ხსენება საშინელი სამჯაროს მეორედ მოსვლისა იესო ქრისტეს. ერთი კვირით ადრე დიდი მართლის დაწყებამდე ეკლესია იხსენებს საშინელ სამჯაროს. რა თქმა უნდა, ჩემო ძმანო და დანო, საშინელი სამჯარო საშინელია ყველასათვის, რადგან ამ დროს განიკითხება საბოლოო ადამიანი იქნება სასამართლო, ასე ვთქვათ, ღვთისა და ადამიანიდან დაწყებული ვიდრე უკანასკნელ ადამიანამდე იმ დროს, როცა მოხდება მეორე მოსვლა, განიკითხება კაცობრიობა. ნუ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა მეორე მოსვლის დროს ყველას რო გვაქვს შიში და შიში ქრისტიანებს რისი გვაქვს შიში იმისა რომ ვაითო არ ცხონდეთ და არ გავმართლეთ, ეს არის შიში, ეს არის კეთილი შიში, კარგი შიში, დიდებული შიში, შიში ღვთისა. ამის გამო ჩვენ გვევალება შემდეგი, რომ ჩვენ შევინანოთ ჩვენ ცოდვები, რამე თუ ცოდველი არავინ არ არის და სინანული შევეგებოთ უფალს. მაშინ ჩვენ გავმართლდებით ჩემო ძვირფასო. ამიტომ ქრისტიანის განსვლა ამ ქვეყნიდან უნდა იყოს სინანული, მისი მთელი ცხოვრება და განსაკუთრებით განსვლა ამ ქვეყნიდან. მაგრამ მე სხვა რაკურსით მინდა დღეს ვისაუბრო, რადგან ისეთი მოვლენები ხდება მთელ მსოფლიოში, მინდა კიდე სხვა რაკურსით განვიხილო, თუ რატომ იქნება მეორედ მოსვლა, რატომ დაუშვებს და იქნება მეორედ მოსვლა და საშინელი სამჯარო. იმიტომ იქნება ჩემო ძვირფასებო, რომ დაწყებული კაენიდან უსამართლობა, ნახე საიდან დაიწყო, დასაწყისში დაიწყო კაენიდან. უსამართლო მოკლა ძმა კაენი, უსამართლო. იქიდან მოყოლებული კაცობრიობის ისტორიას თუ დავაკვირდებით, ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი უსამართლობა არის დედამიწაზე. იქიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, ვიდრე ჩვენი ქვეყანა ავიღოთ, ჩემო ძვირფასებო, სხვას რო თავი დავამატოთ. ვახტანგ გორგასალი მოკლულია ზურგიდან. ის არის აქ მტვრისგან კი არა ნასროლო. ქართველმა მოკლა ზურგიდან ესო. ის არის აქედან გამოვიდა, აი აქედან და მაგ ჭრილობით მოკვდათ შემდგომ ვახტანგ გორგასალი. ჩვენ დიდ ნახტომს გავაკეთებთ ისტორიაში ხარდო ძალიან რომ წვრილად არ გვეყოფა ერთი საკვირაო ქადაგება. აგერ აშოტ კუროპალატი უკვე მე-9 საუკუნის წმინდა კეთილმსახური მეფე ქართველებისგან იქნა მოკლული. ფული აიღეს არაბებისგან, დიდძალი ფული გაიყიდნენ, მივიდნენ და ეკლესიის ტრაპეზზე დაკლეს აშოტ კუროპალატი, ჩემო ძვირფასო. აგერ ეს დრამატული ხატი მომენტი გვაქვს დავით და კონსტანტინეში. გააღეთ მე დავით და კონსტანტინე ნახავთ როგორ შეხვდით პირდაპირ ესე იგი სამხრეთის კედელზე აი ეს სცენარი დახატული ჩემო ძვირფასო. ქართველებმა დაკლეს საკურთხეველში აშოტ კუროპალატი. დიდ ნახტომებს ვაკეთებ ახლა დავით აღმაშენებელს 30 ჯერ იყო ცდელობა მოეკლა დავით აღმაშენებელი და ერთხელ ის არის ნასროლი გულში მოხდა ოღონ მეტალის ხატი ქონდა თავარანგელოს მიქაელის და იმან უშველა, თორე ესე იგი განგმირული იქნებოდა დავით აღმაშენებელის. თამარ მეფეს მოკვლა უნდოდა და ოპოზიცია რუსი გიორგი ჩამოიყვანა ამას ეკუთვნის ტახტიო, გესმით ქართველები. რუს გიორგის ეკუთვნის ტახტიო და თამარ მეფე უნდა ჩამოვაგდოთო. ეგო არაკანონიერი არის. იქიდან მოყოლებული დენა და ორბელიანებმა რომ მოვაკლეთ, მოიცით ეს ისტორია. გესმით მე არაკანონიერი. დღეს ერთი პროფესორი როძახი დავით აღმაშენებელის ყველა შვილი არაკანონიერი იყო და თამარ მეფესეც მათ შორის ნუ რა ხდება? დღევანდელი მოღალატე. ხო და დავითის მერე რა ვიცი ხა ჩვენ ძალიან ისე გიორგი იყო თითქმის საქართველოს მე-15 საუკუნეში საქართველოს გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი და გიორგი მერვე და
არა მოიცა მე ხო გიორგი მე ისა მაპატი ჯერ იყო ალექსანდრე მეფე საქართველოს და შეჭამეს მამიდაშვილი ბიძაშვილებმა ძმებმა დებმა ბიძებმა ყველას თავისი კლანი უნდა და გაიყვანა და ტახტზე დამჟადა კაცი გადაივია და გაიხადა სამეფო მანტია და წავიდა ბერა და წავიდა რაზგენ და დისკენ ათანასე სახე გიორგი მერვე ესე იგი შეჭამეს იქით ბაგრატმა ესე იგი ბაგრატმა გამოაცხადა დასავლეთის ნავინის ის იყო შთამომავალი გამოაცხადა მეფე მევარო დასავლეთ საქართველოსშიო და ნუ გიორგი მერვე წავიდა საბრძოლველად რომ ესე იგი საჯანყება ჩაეკრა და ზემო იმერეთში ერთ ადგილას აღმოსავლეთ და დასავლეთის ქართველებმა კინაღამ გენოფონდი საერთოდ და კინაღამ უკანასკნელ ადამიანებთან ქართველამდე დავიდა დახოცეს ერთმანეთს აქეთ მოღალატე ყვარყვარე ჯაყელი ათაბაგი მეფესო წინ გადაუდგაო ბაგრატიო მერითვარ მაგაძე ნაკლებია და საერთოდ გამოეყო და მესხეთ ჯავახეთი გამოყო წარმოიდგინეთ რა ხდებოდა აქ საქართველოში რა უსამართლობა არჩი მეფე რომელიც კახეთის მეფე იყო ქართლშიც გამეფდა იმერეთში 6-ჯერ გამეფდა 6-ჯერვე გადმოაგდეს და მეფე იყო ეხა ყარავულად ვარ წავიდა სამუშაოდ აღარ მქონდა ადგილი არც კახეთი იღებდა არც იმერეთი არც ქართლი ხოდა ეხა მაშინ უნდა წასულიყო და მუსლიმი გაგდარიყო ისლამი მიიღო და წასულიყო ირანში ან სულთანს უნდა ხლებოდა თურქეთში და ან სუნიტური ან შიიტური ისლამი უნდა მიიღო მაგრამ კაცმა თქვა ეს როგორ შეიძლება როგორ უნდა გავაკეთო და რუსეთში წავიდა და რო გადალახა კავკასიონი ან საქართველო რო დატოვა და უთხრეს გავწდით საქართველოსო რა თქმა უნდა ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი ატივდა მეფე და მე არჩილი პოეტი იყო იცი და თავის ლექსებში ჩაწერა გავეკეთს ქაჩთა ქვეყანას აი რა ხდებოდა აქ მე ამის საილუსტრაციო რა ხდებოდა როგორი ერთმანეთი რამდენი ესე ბაზალეთი ავიღოთ რამდენი ლაჩხუჩი მეგრელებმა და გურულებმა ახალგაზრდები იყო განსაკუთრებით კინაღამ ჩახოცეს ერთმანეთს რამდენი ესე რაღა შორს მივდივართ ეს არ ვიცით მას ისტორიიდან და აგერ აქვს თვალით ვნახეთ ძმათაშორის ომი 92 ორი წელი ძმათაშორის ომი მიდიოდა საშინელებად ჩემო ძვირფასო იქ სვიმონ მეფე გამახსენდა ხორღანაშვილმა რომ ესე იგი მოატრიალა თურქობა და უთხრა ეგერ არისო ვერიცანითო სიმონ მეფეო და მოაკულებდეს წარმოიდგინე შადიმანის ღალატი შალიკაშვილის ღალატი რომელი ერთი მე ეხლა ზოგიერთ ამბობს პოლიტიკაში ერევ მამა ალექსანდრე თვითონ პოლიტიკაში მართლა ჩარეულები არასდროსაც ჩალეულა ჩემი თუ რამეს ვიტყვი ეს არის მხოლოდ საქართველოსთვის და ამიტომ აღარ ვიტყვი გვარებს დღევანდელი ხორღანაშვილები 92 წელს ვის დაიწყო ეს ომი და ვინც აღარ ვიტყვი სახელს და გვარებს დღევანდელი ხორღანაშვილები საქართველოს მტრები და ასე შემდეგ და რატომ იქნება მეორედ მოსული ჩემო ძვირფასო ასევეა მსოფლიოში მარტო არ კი არის მსოფლიოშიც რამდენი უსამართლობა იყო ხო და განსაკუთრებით დიდი უსამართლობა იქნება ანტიქრისტეს დროს უმოწყალო უსამართლობა ჩემო ძვირფასო რომ უფალიც კი განვის ხდება და ჩამოვა მეორე დედამიწაზე რომ განიკითხოს იმიტომ აი ამიტომ იქნება მეორე დროს სრულიად სამართლიანი იმიტომ ხორღანაშვილების და ასეთების დღევანდელები ვინც არის თუ არ შეინარებენ ჯერ კიდევ დრო არიან ცოცხლები აი ამად განსაკითხავად მოვა რომ აღმოფხვრა და საუკუნო ჯოჯოხეთში უყოს მაგათ კი
ამ უსინდის ვერ ჩვენთანაც და სხვაგანაც რა თქმა უნდა მარტო საქართველოს განსაკუთრებით ხო არ მოვა. აი ეს მინდოდა მე თქვა ჩემო ძვირფასებო და კიდევ ბევრი შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ მაგალითი ჩვენი ისტორიიდან ძალიან ბევრი როდესაც ესე იგი ასევე დღევანდელი დღე აიღე ყველა სფეროში ახლა მე მოდელი ვარ ხო ახსარებას ხომ მეუნებიან მე თვითონ ვიცი ხო ჩემი ცხოვრება რას მეუნებიან ყველა სფეროში ხო იქ ექიმების სამედიცინო სფერო აი ყველა თუ ვინმე არის პატიოსანი კაცი ხო გახსოვ უფალმა ნათანაელზე როხა რომოდიოდა აი ჭეშმარიტი ისრაელიტელი რომელთანაც არ არის ზაკვა ანუ ზაკრობა და მაიმუნობა არ არის იმდენად იშვიათობა იყო იმიტომ რომ მთელი სინედრიონი ზაკვრები იყვნენ წარმოიდგინე მე ვამბობ ისრაელს მორწმუნეებს ვამბობ და არა მორწმუნეებში კიდე რა ხდებოდა და რა მოხდებოდა ხო გეს კაიაფა მღვდელმთავარი ანა სულ ზაკვრები ერთი იყო ნიკოდიმოსი მარტო იქ სინედრიონში რომელიც არ იყო ზაკვარი და იესოს მხარეზე იყო და ნიკოდიმოსი ის არის ნიკოდიმოსი და იოსებ არიმათეი დანარჩენი ზაკვები იყვნენ სინედრიონში წარმოიდგინე და რა ხდებოდა ზაკვები და იშვიათობა ეხლაც იშვიათობა ღმერთი იყურება და უყურებს ვინ არ არის ზაკვარი და დღესაც იოანე ოქროპირი მეოთხე მეხუთე საუკუნე ითვლება მეხუთე საუკუნის დასაწყისი ეს ითვლება ქრისტიანობის ზენიტი ისტორია ქრისტიანობის ისტორია რო ავიღო ეს არის აი მეფე მორწმუნე დედოფალი მორწმუნე ყველა ვეზირი ანუ იმ დროინდელი მინისტრობა ყველა მთავრობა ხალხი ყველა იყო ქრისტიანი ბაზარში ხო ბაზრის ხალხი ხო უფრო ისეთი ხალხია რომელიც უფრო არაინტერესებს სულიერება იმ დროს ბაზარშიც კი სულ ქრისტესზე ლაპარაკობდნენ და რელიგიაზე ეს იყო ხანა ახმავლობის და ზენიტის და ამ ზენიტში ასული ქრისტიანობა და ამ დროსაც იოანე ოქროპირი აწამეს ჩემს ძირფას ეს ქრისტიანებმა აწამეს და რა დონეზე აწამეს მოკლეს საბოლოოდ ისე უმოწყალეთ აწამეს რომ იუდეველებთან აჩერებდნენ ღამე რომ ღამე გაეთიათ რომ იუდეველებს წარმოუდგენ ღამე რომ იუდეველებთან გაათენდნენ და რას უზამდნენ იმ ღამეს იოანე ოქროპირის თვითონ წერილი აქვს ოქროპირის ოლიმპიადასადმი და ბევრთავადისადმი და ეპისკოპოსადმი და მის ცხოვრებაში წერია რა აღწერს ოქროპირი რა გადაიტანა მან და ბოლოს წერს რომ ყველაფერს დაწურებით ვერ გეტყვითო ისე ტანჯვაწამებაში ვიყავით მაგრამ იყავით მხიარულიო და გვირგვინოსანი იყავით იმიტომ რომ ეს ქრისტემ დაუშვა და ჩვენ ბედნიერები ვართო და ამის გამო დიდ გვირგვინს მოგცემს უფალი ხო და რა მინდა ვთქვა აი ცხოვრება რა ესმი და დღეს ბევრი ამბობს რომ პატიოსანი კაი ადამიანი რომელიც არის ექიმების წრეში მხატვრების წრეში პოლიციის წრეში რაღაც ყველა სფეროში ერთმანეთის ჭამა ხო ჭამა და ერთმანეთის მოკლედ ჯუნგლებისგან აი ესეთია ცხოვრება ჩემთვის აი ამიტომ იქნება მეორე მოსვლა და ამიტომ იქნება სამართლიანი სასამართლო უფლისა ჩემო ძვირფასებო რომ არავინ დარჩეს დაუჯერი განსაკუთრებით იმ დროს და ეხლა თქვენ იცით რა ხდება ხო რა მთელი ამბები ანტიქრისტეს მოლოდინში არის ანტიქრისტიანული ძალები და აი ესეთი ამბავი ჩემო ძვირფასებო ზოგს უკვის ხო ისა რა ქვია ხო ნუ ესე იგი ზოგს უკვის ხო მე ერთი რამ საწავლის ეს ძალიან სახასიათოა აი რაც მე ვთქვი ხა ამბების დამტო ერთი პატარა სტროფი მინდა მუხრან მაჭავარიანის რომელიც ზუსტად ამ თემას ეხება ხომ არ გონია არ ყოლია მტერი რუსთავის სამშობლოდან არ გაქცევია
სულ თანხუთავს. აი ჩვენი ისტორია ჩემთვის. აი რა საშინელება ადამიანი. როგორ ამიტომ რა თქმა უნდა გაიმარჯვებს არამ ზაკვარი. გაიმარჯვებს ის კი არა ვინც მოძმეს უორმოს უთხრის და რაღაცა იმასე კარიერისთვის ემზადება რომ ის მოკლას თუნდაც მოკლას და თვითონ დადგეს ესეთი ვერ გაიმარჯვებს რა თქმა უნდა ღვთის წინაშე არამედ გაიმარჯვებს აი აბელისნაირ თუნც მოკლა მაინც გაიმარჯვებს ან მოყვარული ძმის და არამ ზაკვარი ჩემოძებას აი ესეთია საქართველოში ნახე როგორ მოუხაზეთ ეს მოკლა და რა იქნება და სხვაგან წარმოიდგინე რა ხდებოდა დიდ ბრიტანეთში ტახტისათვის ერთმანეთს კლავდნენ ხოცავდნენ ერთ-ერთმა თავის ბიძაშვილობით ტახტის მემკვიდრე თვლიდა ღვინის კაცში ჩაკეტა და დაახჩო ნუ ახლა სოფლიო ისტორიაც რა თქმა უნდა საქართველოზე რა ვთქვიდა სხვებზე რა უნდა ვილაპარაკო მოკლედ აი ამ ყველაფრიდან ამ ძალიან მოკლე ანალიზიდან ჩვენ ვხედავთ ღმერთი რა მოწყალია რა მოწყალია ღმერთი ერთი საშინელი ამბავი გამახსენდა ესეც მინდა თქვა იმიტომ რომ ჩვენ აბორტში ვართ პირველები ერთმა მტოლმა მომიტყვა რომ აფხაზეთში ნუ ქართველმა შვა პატარა ბავშვი და არ უნდა როგორც ეთქვა ეს ბავშვი და დამარხა ცოცხალ დამარხა ქვიშაში სანაპიროზე და დღეს ჩვენ ვართ სოფლიოში პირველი აბორტებში ნუ ღვთისმშობლის წინხვეთვის საქართველოს ჩემი გესმის აქედან კიდე ვინმეს რომ ენა მოუტრია და აფხაზეთ რატო დავკარგეთ სამაჩაბლო რატო დავკარგეთ რაც ხდება ეხლა რაც გვაქვს დარჩენილი რა აპოვებული ცხოვრება მიდის ასე თუ ისე შენა როგორ უნდა მოგვიტრია არა ვართ აი ეს ტერიტორიაც რაც გვაქვს არა არის რომ ღირსი არა ვარ ჩვენ რომ აი რაც მე თქვი ამ აბორტებში პირველ და ამის გამო რომ აღეგავოს პირისაგან მიცე მაგრამ რა მოწყალია უკვე ხედა როგორი მშვიდობა 12 წელი რა მოწყალია უკვე მოკლედ ჩემო ძვირფასებო მოვა იმისთვის უფალებ ხორხანაშვილების ნაირები განიკითხოს და სამუდამო ჯოჯოხეთში ამყოფოს ისინი გახსოვთ იუსტინე პოპოვიჩის სიტყვა როდესაც იგი აღწერს როგორ აწამეს უფალი და ბოლოს ამბობს ჯოჯოხეთი რომ არ ყოფილიყო უნდა გამოგვეგონა ადამიანისათვის აი ესეთი ადამიანებისათვის ვინც ესე უმოწყალონი არის შემოძვებას ეხლა ზოგიერთს ეჭვეპარება განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იციან როგორ უნდა მოხდეს რა მეორე დროს როგორ უნდა აღსდგენ მტრები დაწყებული ადამიანიდან დღევანდ ისინი ხო ძვლები არიან გაფანტული მიწაში და ასე შემდეგ მართლა საოცრება ხო ახლა ეს უკანასკნელი საიდუმლო იქნება ამას ვინ როგორ უნდა ეს კითხვა რომ დავუსვა მგელს როგორ უნდა უპასუხოს მგელი იმიტომ რომ ეს გონებაში არ ეტე ერთმა მე ვარ მომსწრე ერთ მგელს სასაფლაოზე დავუსვეს კითხვა მამო როგორ უნდა აღსდგნენ მტრები ესენო ხო გარდაიცვალნენ ზოგი ძვლები არის როგორ უნდა აღსდგნენ და აუდება ცოტა უცნაურად უპასუხა მაგრამ ნახე რა ვთქვა რა ვიცი ზოგჯერ როცა ვფიქრობ როგორ უნდა მოხდეს ესო არ წავსო ანუ იმიტომ რომ როდესაც დაიწყე გონებით რომ ეს შეუძლებელი ეს ახსნა ხოლო როდესაც რწმენით უყურებ წავსო ეს იქნება უკანასკნელი საიდუმლო ამას ჩვენ ვერ ავწევთ გონები მაგრამ ერთი რამ მინდა გაგახსენო მაინც ღმერთმა ისე მოაწყო რომ აი ესეთებს რომ ვინმეს ეჭვეპარება 1950 ამას ვერავინ ვერ უარყოფს ეს ცნობილი ისტორიული ამბავია გადაღებულიც კი არის რაღაც დოკუმენტური კადრი ეს ცნობილი 1956 წელს კუიბიშევი იყო მაშინ ეხლა ქალაქი სამარა 17 წლის გოგონა
სახსალამათი, ლამაზი, კარგი, როდესაც მას არ მოუვიდა შეყვარებული ნიკოლოზი, რომელიც უნდა მოსულიყო ახალი წელი იყო, გაბრას და ხატი აიღო ნიკოლოზის და ნიკოლოზის ხატთან ერთად მუსიკის ქვეშ დაიწყო ცეკვა, რადგან ის არ მოვიდა, აი ნიკოლო და იცით თქვენ ეს ისტორია, უცებ განათდა ზეციდან, ცეცხლი გარდამოვიდა და ზოია გაშეშდა და იქცა მარმარილო. და 3 თვე ნახევარი ვიდრე აღდგომამდე დაახლოებით 14 აპრილს იყო მკვდარი. რაღაცას გაქვავებული მარმარილო ვერ გადაჭრა უნდა თუ წაიღოთ, იმიტომ რომ მოეშორებინათ, რომ ხალხი უამრავი მოდიოდა და წამდა ხალხს და მთელი ამბავი ათეისტი კომუნისტები მოიქცნენ და ინახებოდნენ, მთელი ამბავი იყო ნუ იმ დროს და მთელ მსოფლიოში და აღდგომა დღეს ეს მარმარილო გქცეული ზოია ჩვეულებრივი ადამიანი გახდა და თუ წაიქცა და წაიყვანე. აი ახლა ეს შეიძლება? აი ახლა ეს შეიძლება? მე რაც არ შეიძლება, მაგრამ ხომ მოხდა? და ამის შემდეგ ის გვიკვირს ჩვენ რომ მეორე მოსულს მტრები აღსდგებია? მოკლედ რა ვიცი, აი ესე შევეხმიანეთ ჩემო ძვირფასებო ამ საშინელ სამჯაროს და რა თქმა უნდა ღვთის შიში იბადება ზუსტად მაშინ, როდესაც გაიაზრებს ადამიანი, რომ მას ელოდება ჯოჯოხეთის საშინელი მარადინი. ამიტომ ჭკვიანი ადამიანი დასაბამი სიბრძნისა შიში ღვთისა წერია ბიბლიაში. ასე რომ ჭკვიანი ადამიანი ასიზამს, ირწმუნებს ღმერთს, თაყვანისცემს მას და როგორც დასაწყისში პირველ კვირას მეზვერეს ლოცვა ექნება ვიდრე სიკვდილამდე. ღმერთო, მილხინებე ცოდვის ამას და შემიწყალებე ჩვენთანაც. გამოვიტანეთ დიდი ჯვარი, ხვალარი ვლასის ხსენება, თქვენ იცით რომ ამ დღეს ცოტა